მოკლედ არც თუ ისე შორეულ წარსულში აქ ვაზიანის სამხედრო ბაზას რუსული სამხედროები იყენებდნენ თავიანთი სწავლებებისთვის. დღეს კი თქვენ კადრში ხედავთ, რომ ამერიკული შავი ქორები ახდენენ დესანტირებას. უკვე და საქართველოს და ამერიკის ერთობლივი სწავლებები მიმდინარეობს. სახელწოდებით ღირსეული პარტნიორი 2018, რომელშიც 13 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის ნატოს წევრები და პარტნიორი სახელმწიფოები. ძირითადი ოპერაცია მიმდინარეობს შენობების დაკავებასა და გაწმენდის მიმართულებით. კადრში ხედავთ, რომ ერთმანეთთან ხდება დესანტირება და კიდევ უფრო ახლოს მივიტან, მე რომ კარგად დაინახოთ ყველაფერი. ეს არის შავი ქორები და აქ უკვე ხდება დესანტირება, მათ შორის პირველი ქვედანაყოფი არის უკრაინული, მომდევნო კი იქნება ქართული და ამერიკული. ისინი შევლენ ტერიტორიაზე და დაიწყებენ შენობების წმენდას. დესანტირება მოხდა, ვერტმფრენებმა ჩამოსხეს უკვე სადესანტო ქვედანაყოფები, მათ შორის საქართველოს სპეციალური დანიშნულების ძალები და ასევე უკრაინული ქვედანაყოფი. სწორედ ეს ჯარისკაცები დაიწყებენ უკვე შენობების აღებას და შემდეგ უკვე გაწმენდითი ოპერაციების ჩატარებას. კადრში ხედავთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, სწორედ ისინი გამოდიან შენობების გაწმენდის შემდეგ, მათ უკვე მოახდინეს სწავლების სცენარის მიხედვით დადგენილი მოწინააღმდეგის ლიკვიდაცია გამაგრებული შენობების და ისინი გამოდევნებს ამჟამად გლეხოკებში ძლებიან უკვე და ევაკუაციის ზონისაკენ მიემგზავრებიან. George! George! Yeah, that's him.